სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაცინისათა ჩვენთან არის მერთმა დაგლოცოთ ყოლა, მერთმა გავას დაგვესწროს, შეგეციოს ყოველას და ღვთისმშობელი, მისი ლოცვით, მისი მეოხებით მერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. დღეს ჩვენ წავიკითხეთ მათეს სახარება, სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე შედის ქალაქ კაპერნაუმში და იქ მას შემოხვდება ასისთავი, რომელსაც გაგებული ჰქონდა ამ ქვეყანაზე იესო ქრისტეს მოსვლის და მისი მოღვაწეობის შესახებ და მისი სასწაულობის შესახებ და მიეგება მას და სთხოვა რომ მას წასუხ მას ერთი სიტყვით უბრალოდ ეთქვა და რომ განიკურნებოდა მასთან მომუშავე ადამიანი. ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ აი მონა მისი როგორც არის ნახსენები სახარებაში და აი საოცარი ამ ადამიანის სიმდაბლე ზოგადად და თავდაბლობა აღნიშნავს კიდეც მაცხოვარ ჩვენ იესო ქრისტე, რომ მსგავსი სარწმუნოებაო მეო ვერ ვიხილეო, ვერსად იერუსალიმშიც კი ვერ ვიხილეო და აი ამ კაპერნაუმში ჩადის და ასეთ რწმენას ხედავს ადამიანისას, რომ არასთხოვს უშუალოდ მისვლას და იმ ადამიანის შეხებას, რომ მასთან მივიდეს და შეახოს ხელი. სჯერა რომ მისი სიტყვით, ხოლო სიტყვას შეუძლია მისი განკურნება და დამოკიდებულება ამ ადამიანისა, მაცხოვარისა ჩვენის იესო ქრისტესადმი, რომ იცოდა თუ ვინ იყო იესო ქრისტე, რომ ძალიან დიდი იყო ის, რომ ღვთისგან იყო და ის სასწაულებს აღასრულებდა და არინება მის სახში შესული იყო ის, იმიტომ რომ განიცდიდა თავის ცოდვილობას, განიცდიდა და თვლიდა თავს უღირსად, რომ მას მიახლებოდა სახში და თუნდაც მისი თხოვნის შესაბამისად ის წასულიყო და მას განეკურნა ის დაავადებული და უძღური ადამიანი. კაი ეს ვთქვათ, რომ მისი სიმდაბლე აღსანიშნავია და თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს სიმდაბლე მთელი ცხოვრების მანძილზე, იმიტომ რომ ეს არის აი სათნოებათა დედა არის სიმდაბლე. თუ თავდაბალი ხარ, ის მაშინ შეურაცხყოფასაც მოითმენ, ძვათა განკითხვასაც მოითმენ, ძვათა შეურაცხყოფას მოითმენ და ყოველთვის თავდაბალი ადამიანი ყოველთვის მადლობს ღმერთს, ყოველთვის ადიდებს ღმერთს იმ განსასწრებისას, როდესაც განსასწრელი მოდის ჩვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ თვითონმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში თითოეული მომხდარის რაღაც ამბავი, რაც გადაგვხდება თავს, რომ ღვთისგან არის, ღვთისნების და მისი და დაშვებით ხდება, იმიტომ რომ ისე მაცხოვარი ჩვენი ამბობს სახარებაში, რომ ადამიანს ფოთოლიც კი არ ვარდება ხიდან და ადამიანს თმისღერი არ ჩამოვარდება ღვთისნების გარეშე და წარმოიდგინეთ თუ აი ასე მივდივართ, რომ ფოთოლიც თუ არ ვარდება ღვთისნების გარეშე და ადამიანის თუ თმისღერიც არ ვარდება ღვთისნების გარეშე, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ამქვეყნიური წარმატება, სულიერი წარმატება, თუ ის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება, რომ ეს არის ღვთისნებით. უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაღაცა მოდის განსასწრელი, ესე იგი რაღაცას ისე ვერ ვაკეთებთ ის წინაშე. ან დავშორდით ღმერთს, ან უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ის ღმერთი ითხოვს უფრო მეტ მსახურებას. ხანდახან ადამიანი არის, რომ ჩადგება რაღაც რელსზე, დადგება სარწმუნოების გზაზე, როცა იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას და რაღაც იმ გზაზე რელსზე დგება და რაღაცა ეჩვევა ამას და არც მეც ითხოვს. რაღაცა და თუ მოაყავდა კიდე, ამასაც არ განიცდის. რაღაც ესე ყოველდღიურად ჩვევაშია გადასული, თუ რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ქრისტიანულ ცხოვრებაში აუცილებელია გააზრდა ჩვენი სულიერი ზრდა. მარტო ის, რომ რაღაცა ტაძარში მოვდივართ და რაღაცას ვაკეთებთ ყოველდღიურ მსახურებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის. ამპარტავნებაში ვართ, ადამიანის არ შეგვიძლია მეორე ადამიანის ჩვენს მიმართ რაიმე მოროტის სიტყვის პატიება არ შეგვიძლია და მრისხანებაში ვარდებით. განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც საჭესთან სხედან და გზავრობენ, ამ დროს შეუძლიათ მეორე ადამიანს ისეთი შეურაცხყოფა მივაყენონ, ჩამოვიდნენ და მე ვიცი, უთქვამთ ჩვენთვის, რომ აი ცემამდეც კი მისულა ადამიანის. აი ხა თქვენ იცით, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, რაღაც მანქანის გაჩერების გამო, რომ მეზობელს მანქანა არ გააჩერებინა, მოკლა ადამიანი, მოკლა ერთმა ადამიანმა
აი ამ დროს თავმდაბლობა, სიყვარული, ხო? ღვთიური ადამიანის სიყვარული, ხო? რომ პატიების უნარი რო ქონდეს, უბრალოდ აპატიებ იმ ადამიანს ეთქვი, რომ კარგი, ესე იყოს და უბრალოდ უბრალოდ უნდა სთხოვ ადამიანს. თუ გინდა რამე გააგებინოთ, უნდა სთხოვო, თუ აი ესე არის და გთხოვ, რომ აი მეორედ გაითვალისწინო, რომ ესე იყოს. აუცილებელია ურთიერთობაში შესვლა, აუცილებელია ლოცვით და აი მორჩილებით და რო აგრძნობ იმ ადამიანს, რომ პატივისცემას. პატივისცემა უნდა აგრძნობინო, აი როგორ ასისტას როგორი დამოკიდებულება ქონდა თავისი მორჩილის მონის მიმართ, რომ მას არის არა მარტო მონა იყო მისი, რომელიც მას ემსახურებოდა, მას აღიქვამდა ადამიანად. მას აგრძნობინა, რომ ის მარტო მისი მონა კი არ არის, რომელსაც ეუბნება წადი და მიდის და რომელსაც ეუბნება მოდი ჩემთან და მოდის. არ ის აღიქვავდა, რომ ის იყო ადამიანი. კი მას ემსახურებოდა, მაგრამ პირველ რიგში მას აღიქვავდა როგორც ადამიანად და პატივისცემდა მას როგორც ადამიანს. და ჩვენც ვალდებულები ვართ, რომ თითოეულ ჩვენს გვერდში მყოფ ადამიანს ვაგრძნობინოთ, რომ ის არის ადამიანი. ჩვენს მსახურებაში მყოფ ადამიანს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ის არის ადამიანი. არ გვაქვს ჩვენ უფლება, რომ გადავანათოთ თავი, იმიტომ რომ იმისთვისაც, ვისაც ჩვენ შეურაცხყოფ და ვისაც ვინც მონა თქვავს და უხეშად რო თქვა, არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ხანდახან ეს დამოკიდებულება აქვს, აი მასთან მომუშავე ადამიანებს როგორ ბრძანებლობენ და როგორ იწვევთ, როგორ ელაპარაკებიან. მაგრამ ის იმას უჭირს და იმას თავისი კიდე რაღაცა განსაზღვრები აქვს და რაღაცის გამო რომ თუნდაც რაღაცა მატერიალური შეიტანოს სახში, ამის გამო ის ამ დამცირებას ხშირ შემთხვევაში ითმენენ ამ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ მერე რომ წარსდგებით ღვთის წინაშე, რას ვეთქვით უფალს, როგორ ვექცეოდით იმ ადამიანს, რომლისთვისაც ღმერთი განკაცდა. შენთვის კი არ გამკაცდა, ვინც ბრძანებლობდა, ვინც ასისთავი რო ხარ და მართველი რო ხარ ამის. ამიტომ შენთვის კი არ განკაცდა ქრისტე, მოგცა ეს, თუნდაც ეს არის ღვთისწყალობა. თითოეული ეს რაღაცა, რაც გვაქვს ჩვენ, თუნდაც თანამდებობა, თუნდაც რაიმე, ეს ღვთისწყალობა არის. და შენთვის კი არ განკაცდა ქრისტე, რახან გრძნობ თავს დიდებულად და თუნდაც მატერიალური სიკეთეები გაქვს, შენთვის კი არ რახან ეს გაქვს, არ უნდა იგრძნო, რომ შენთვის განკაცებულა ქრისტე და რომ ღვთისწყალობა მარტო შენზეა. იმ ადამიანზეც არის, ვისაც თქვას არ აქვს ეს, იმიტომ რომ ჩვენ რომ სახარებაში ვიცით ლაზარეს და ლახაკის ლაზარეს და მისი ცხოვრება, თუ ის როგორ დარდომილი იყო და ბჭეთა იჯდა მდიდარ კაცთან შესასვლელში იჯდა და აი ესე არის ნათქვამი, რომ აი ნატრობდაო ადამიანს კი არაო და აი ძაღლიო მიდიოდაო და იმ წყრულებსო ძაღლი ულოკავდაო და ის უამებდაო მტკივილებსო, იმდენად მიტოვებული იყო, მაგრამ რომ მიიცვალა ამ ქვეყნიდან, ის სასუფეველში მოხვდა და ის მდიდარი კიდე მოხვდა ჯოჯოხეთში. და ისე მას თხოვს, წარმოიდგინეთ, ისე დაუშვა ღმერთმა, რომ აბრაამის წიაში მოხვდა ეს ლაზარე და მდიდარი, რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდა, აბრაამს თხოვს, რომ ის მოვიდესო, ვისაც არ აქცევდა ყურადღებას. მთელი ცხოვრება ისე შედიოდა, ჭიშკარში ისე გამოდიოდა, რომ არ იმჩნევდა და არ აქცევდა ყურადღებას ამ დარდომილ ადამიანს და წარმოიდგინეთ, იქაც მისი ამპარტავნება, რომ მისგან ითხოვს, რომ მივიდეს, რომ დაუსწავლოს ის ტუჩი, რომ გაუგრილოს ენა. ამიტომ უნდა გავითავისოთ, აღვიქვათ ჩვენს გვერდით ყოფი ადამიანები, აღვიქვათ ადამიანებად და ვაგრძნობინოთ მათ თავი, რომ ისინი ადამიანები არიან. სხვანაირად უფალი კი აქ მოგცემს სიკეთეებს, მაგრამ ღმერთმა დაგვიფავროს, რომ ღმერთმა დაგიფავროთ თითოეული თქვენგანი და ყოველი ჩვენგანი, რომ აი ის ადამიანი, რომელსაც ვამცირებით, რომ ის მოხვდება სასუფეველში და ღმერთმა დაგვიფავროს და აგვარიდოს ჩვენ, რომ მოხვდეთ იმ საუკუნო სატანჯველში და მე სანატრებელი ქონდეს ისევ იმ ადამიანის ჩვენსკენ მოხედვა და ჩვენთვის ლოცვა, რომ ღმერთმა ამოგვიყვანოს და გადაგვიყვანოს სასუფეველში და შეგვინდოს ჩვენი ცოდნა. ღმერთმა შეგაძლებინოთ ჭიშკარიტი ქრისტიანული ცხოვრება, ადამიანების დაფასება გასწავლოთ, თანმდაბლობა გასწავლოთ ღმერთმა. უნდა ითხოვოთ ეს სათნოებები, რომელიც გინდათ ღვთისგან, რომ ეს შეასრულოთ, გინდათ გრძნობთ, რომ ამპარტავანი ხართ და
რაღაცას ვერ აკეთებთ ისე ღვთისთვის სათნოს, ღვთისგან ითხოვეთ, ღმერთო, ითხოვეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისგან ითხოვეთ, რომ მოგცეთ სიმდაბლე და აუცილებლად მოგცემთ ღმერთი ამას და აუცილებლად მიიღეთ ამას და აუცილებლად ისწავლით ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას. ყველაფერი ეს ჩვენზე არის დამოკიდებული. თუ რას ვითხოვთ ღვთისგან, მატერიალურს ვითხოვთ, მატერიალურ მოგეცემა, ჯანმრთელობას ვითხოვთ, ჯანმრთელობა მოგეცემა, მაგრამ უპირატესი როგორც წინა კვირას იყო სახარებაში, რომ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა, ესე ყოველი დრო შეგეძინოთ თქვენ და ღმერთმა მოგმადლოთ სულიერი, ღმერთმა მოგადლოთ, რომ შეგაძენინოთ პირველ რიგში სულიერი სათნოებები და მატერიალურსაც და ჯანმრთელობასაც მოგცემთ ღმერთი აუცილებლად. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგიდოთ ცოდები და შეგიწყალოთ.